შენი შემცვლელი გუშინ ამოქმედა. ხოლო ადამიანმა, რომელმაც ის შექმნა, თქვა, სამსახურში ყოველდღე იმისთვის დავდივარ, რომ საკუთარი თავი უმუშევარი დავტოვო. ანთროპიკი 183 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიაა, რომლის უკანაც კრაუდი დგას. გასულ კვირას მათ გამოუშვეს ინსტრუმენტი, სახელად იურიდიული პლაგინი. ის კითხულობს კონტრაქტებს, წერს სამართლებრივ დოკუმენტებს და დამოუკიდებლად აანალიზებს მთლიან საქმეებს. ამ განცხადებიდან 48 საათში ინდუსტრიის აქციები სრულად ჩამოიშალა. ერთმა უბრალო პლაგინმა ბაზრიდან მილიარდები გააქრო. იურიდიული ფირმები მთელს ამერიკაში მყისიერმა პანიკამ მოიცვა. აი რა გამორჩა ყველას ამ ისტორიაში. ყველაზე მეტად შეშინებული ხალხი იურისტები არ არიან. ანთროპიკის მეორე თანამშრომელმა აღიარა, ხელოვნური ინტელექტი მე და ბევრ სხვას არასაჭიროს გაკვდის. წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებმაც ეს ინსტრუმენტი შექმნეს, პირველები არიან, ვინც ამბობს, რომ ის მათ შეცვლის. ეს მხოლოდ ერთ პროფესიას არ ეხება. იმავე კვირას ანთროპიკმა პლაგინები გამოუშვა მარკეტინგისთვის, ფინანსებისა და მომხმარებელთა მომსახურებისთვის. თუ ინჟინერებს, რომლებიც ამას აშენებენ, სჯერათ, რომ შემდეგ ისინი არიან, რას გეუბნება ეს შენს სამსახურზე? აი რას ნიშნავს ეს შენთვის? თუ მუშაობ სამართალში, მარკეტინგში ან ფინანსებში, შენს პოზიციას უკვე ყავს AI შემცვლელი. გამოსავალი? უნდა ისწავლო არა უბრალოდ ინსტრუმენტი, არამედ ამ ინსტრუმენტის სწორი მართვა. ჩემი მენტორობა ზუსტად ამ თემას ფარავს სიღრმისეულად. თუ გინდა ცოდნა და განვითარება, დაწერე კომენტარებში ადაპტაცია და მომწერე პირადში. სამსახურში ყოველდღე იმისთვის დავდივარ, რომ ჩემი თავი უმუშევარი დავტოვო. ეს თქვა ინჟინერმა, რომელსაც წელიწადში $300,000-ზე მეტი შემოსავალი აქვს. თუ მას გულწრფელად სჯერე, რომ ის ჩანაცვლებადია, შენ კიდევ ფიქრობ, რომ არ ხარ?